ამ დროს სად არის EMS-ი, როდესაც ეს ხალხი არის შუაგზაში გამოვიძახე EMS-ი, ამას აუცილებლად გავაშუქებ. დიახ, გადავიღებ აუცილებლად. ეს ამ დროს სად არის EMS-ი, არ ვიცი, შტატებში როგორც იცი არიან და ოაქ შვიდობაა რა. შვიდობა არ არის, იმიტომ რომ EMS-ი არ აკონტროლებს გამოვიდა. მე გამოვიძახე. ეს კუდარი როგორ ლაპარაკობს? გამოვიძახე EMS-ის აუცილებლად. ესე არ შეიძლება პასუხის. მიმდინარეობს გადაღება ვიდეოთი. ამას გავაშუქებთ, რა თქმა უნდა, გადავიზამეთ ყველას. მისასაჯელო. იქ ყველაფერს EMS-ი არ ვიცი, სად არის, არ მოდის. ეს არ შეიძლება. მეც ამაზე დაველაპარაკები EMS-ს. აი, დაინახეთ. გამოძახებული მაქვს სასწრაფო დახმარება, თუმცა არ მოდის. და EMS-ი არ აკონტროლებს ქალაქს. როდესაც იმყოფებიან. მე ახლა დავეხმარები ინდივიდს. შეიძლება ვიწყებ ინდივიდს. აი, ამ საქმეს უნდა აკეთებდეს EMS-ი. თუმცა არ იმყოფება შტატებში EMS-ი. ბატონო, ვაიმე. მადლობა ბატონო, რომ დამეხმარეთ. კი, გვერდზე გადავიწიო, თორე მანქანები გავიტანე წამოგზავნე. მიმდინარეობს გადაღება, ვინცე უბრალოდ კამერა აქვს ესე ვიწერ. დიახ. დაგისვათ რამოდენიმე კითხვის. გისმით. ამ სიტუაციიდან გამომდინარე, EMS-ის მუშაობა როგორ მოხდა თქვენ? პირდაპირ გეტყვით არ დაგიმალავთ, რომ EMS საერთოდ არ ჩანს, EMS ექიმები არ ჩანან შტატებში. მოსახლეობა იტანჯება გარკვეული კატასტროფებით, ავტოავარიებით და ასე შემდეგ, დაჭრილი პიროვნებები ვერ აგზელებენ სიცოცხლეს და მალევე კვდებიან. ეს ყოველდღე დაუფლებელია. და აუცილებლად შევიტან სარჩელს, ვინ არის EMS-ის მთავარი ექიმი, ვინ არის შტატის? EMS-ის მთავარი ექიმი დოლმაზა ბლეკი არის. დოლმაზა ბლეკი წინააღმდეგ გაუცილებლად სარჩელს შევიტან სასამართლოში და უჩივლებ რომ აგერ შუა ქუჩაში დამაგდე სასამართლოს დაურეკი და არავინ არ მოვიდა რომ დახმარება გაეწია ჩემთვის. კარგით, და რას ფიქრობთ ამ ქალაქის შესახებ, როგორ მოცოთ ეს შტატი? ქალაქი ხა ამაზე ქალაქია, ნამდვილად შესანიშნაობები არის. თუმცა პოლიცია არის გადამეტებულ ძალებს იყენებს და ეს ყოველივე არ შეიძლება. და დაცულად გზნობ თუ არა თავს ქალაქში? არა, დაცულად ვერ გზნობ, იმიტომ რომ გამიტანა წეგან ერთმა პიროვნებამ და მიმას იკვრილა იქვე. და ექიმებიც არ მოვიდნენ. რას მოუწოდებთ EMS-ს? კიდევ ერთი შემთხვევა. გადაიღე, ნომრები გადავუღე, ნომრებზე გადავუღე. ნომრები არა აქვს დაჟე. ეს გაშუქდება ყველაფერი და დიახ. მოკვდები, არ დამარცხა, მოკვდები. ეს გაშუქდება რა თქმა უნდა. ეს გაშუქდება. ეს ყველაფერი გაშუქდება და შეიტანე ქვეყანა. არ შეიძლება ეს მოხდეს. ქალაქში ნახოთ თავი როგორ ვერ უნდა იქცნო. ან სად არის ამ დროს პოლიცია. ვიწყებ ინდივიდის არა, მე მინდა რომ გამოვიზიო ეს საქმე. არ არის. კიდევ ვიყიდი ამ მედიკამენტებს, არ არის პრობლემა, უბრალოდ ესე მოქცევა არ შეიძლება. როგორც ესენი იქცევიან ქალაქში. ეს ყველაფერი გაშუქდება. აი
ესეთი კითხვა მინდა დაგისვათ. აქაც ბატონო. დიახ, სე რა ქარ. დიახ. ისა ან როგორ მოგწონთ ეს ქალაქი და ქალაქის მართველი ბატონი ბიგის ბლეკი. ბატონი ბიგის ბლეკის შესახებ იგი საკმაოდ კარგი მართველი არის შტატის. მიუსალმები, ჩემი ახლობელი არის ეს პიროვნება, მოვიკითხავ აქედან, გამოვიყენებ თქვენ ტელემედიას. და რავი, დანარჩენი მე მგონი ცოტა პოლიცია არის გასაკონტროლებელი და ყველაფერი დაანახება ნელი. თუ მინდათ ერთად გამოვიძიოთ იმესში, რატო არ მიიღეს გამოძახება? კარგი იდეაა, მაგრამ ეხა ოპერაცია უნდა გავიკეთო მე ფეხის. მაშინ დაგემშვიდობებით და მადლობთ რომ ეს ყველაფერი გავაშუქოთ. აი, ქალაქში რა. 3 საათი რა. 3 საათი რა. 3 საათი რა. 3 საათი. ეს იმიტომ დამიწერა ცნობისთვის, რომ ეხა გაბრაზებულია რო ვერ მოყვა რა. თორე რომ მოვეკალი მაგას არ დაწერდა რა და ეგრო დააფიქსირა. ესეთი სირცხვილი არის პოსტა. აი ქალაქში რა ხდება. ესეთი სიტუაცია არის ერთ-ერთ ფილბოქსში. რას ქვია ნუგეტლიკინები ბიჭო? წესიერად ილაპარაკე. დახმარება გამოძახებულია, თუმცა ისევ არ მოდის. ბიჭო კი არა ამოგაცლი ბიჭო არ გინდა ეგეთი საუბარი რა სანამ წყნარად გეუბნები თამაშის გამო არ გინდა ეგეთი საუბარი რა მე როგორი საუბარი არ გინდა რას მეუბნებ დობრად რას მეუბნებ ენას ამოგაცლი ენასო დობრი საუბარი არის შენი აზრით როგორ მეკითხვის აბა? საიდან გამომდინარე დავიმსახურე, ვიხარ. სამედიცინო დახმარება არ მოდის. ამიტვირთე მე ანუ ეგეც გამოაჩინე შენ რაც დამიწერე. ხო, ეგეც გამოაჩინე, აი შერეებს დაწერე და შენს კაი იმას მისაშენს. დმზე რომ რა დმზე მოვკავით ხო? და შენ რო დამიშვი უმიზეზოდ ეგ არის ხო დმ? ჯერ ეგერთი დმ არის ეგ არის. ეგეც არის. აი სამედიცინო დახმარება მიიღო. ანუ ამიტვირთ ეხ შენ თუ გონია რა მე დამაკდება მაგით არა გამოვალ იგივეს ვიზავ ანუ თორე ხო მიდი ატვირთია გამოვალ კიდე მოკლავ ანუ ხო ხდება. ჩემს პრობლემა არ ყოფილა არასდროს ეგ. მაგით ვერავის აშია. ეხ დაეხმარე. მოვიდა, ექიმი მოვიდა. მიდი ააყენი. ეს გამოჩნდება. გადაატრიალა ინდივიდი და დაიწყო ინდივიდის განკურნება. ხო, ჩემი მოიცა გავაჩერე. ცოტა რომ დაუშკარებ, თუ შეიძლება. ააყენი, ძმა, აგერა. აი დააფიქსირეთ EMS-ის აგერ არის, ააყენი, მანქანაზე. იქით ვინც. აგერ ხო და ააყენი. აქეთ მეგობარო EMS-ი. რავი, მოკვდა კაცი, ანუ რაღაც უნდა აყენი. გადაატრიალა ინდივიდი და დაიწყო. მან და არა. დაი. რა ჭის მაო ვერ ხედავ სადა. აი EMS-ის მუშაობას დააფიქსირეთ. ალგს არ აყენებენ, რას ქვია ბატონო, ვერ გავიგე, ანომალია იყო და რაღაცა ვერ მოხერხდა ადამიანის დახმარება. ესე მუშაობს სამედიცინო დახმარება, პროგრამით. თქვენ ბატონო, ნუ ხართ პროვოკატორი რა. პროვოკატორი არ შეიძლება. უბრალოდ ვაშუქებ. ნუ ხართ პროვოკატორი. კი ბატონო, კი არანაირი პრობლემა. აი თქვენს და იმ ინდივიდს
რა მოხდა და არ ვიცი რაღაცეებზე საუბრობდა რომ აი გავასაჩივრებოდა რაღაცაო და რა ვიცი აბა რა არის სასაჩივრებელი არ ვიცი. კარგით, თქვენ თავს როგორ ვცნობთ, ან დამნაშავედ თუ პირიქით, ან არის შეჭრა? მე დამნაშავედ არ ვგრძნობ თავს. რავი რატომ უნდა ვიგრძნო? აი რო ახსენა იმ ერთ-ერთ ადამიანმა ვიტვირთოთ, რომ თქვენ ეზრით ეს ატვირთვა ვის მიმართ იქნება გამოყენებული? ეს სავარაუდოდ გუბერნიაში წაიღებს ამ ყველაფერს და იქ ანახებს ამ მტკიცებულებას, რომ მე ესეთი რაღაც ჩავიგდო. კარგით და ბოლო კითხვას დაგისმევთ IMS-ის კი, ბატონო. როგორ მოგწონთ IMS-ის მოქმედება, აი ამ ფაქტს. ძალიან ცუდად მუშაობენ, აი როგორც ხედავთ ადამიანთან მოვიდა და ფაქტიურად ვერაფერი ვერ გააკეთა ეგ და შესაბამისად თქვენ თვითონვე დაინახეთ როგორ მუშაობენ. მადლობა გიხდით და დაგემშვიდობებთ. წარმატებით.